მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება საინტერესო თემა, საინტერესო გაშლა, ვინ ხარ შენ მისთვის? ქალღმერთი, მეგობარი თუ გეგმები, ესე რომ ვთქვათ, ხო? ვნახავთ ამას და ასევე იმასაც ვნახავთ და მიმოვიხილავთ თუ ვინ ხარ შენ მისთვის მისივე თვალებით, ხო? მისი თვალებით დანახული შენ. და რა ადგილი გიჭირავს ზოგადად მის ცხოვრებაში, ესე რომ ვისაც გაინტერესებთ ასეთი თემები და ასეთი გაშლა, ვისაც გაინტერესებთ, ეს გაშლა გეცნობათ თქვენ და თქვენთვის არის. როგორც სულ ჩვეულების არის, გვექნება სამი პოზიცია. დღეს ხვებით ვიქნებით პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია და მესამე პოზიცია და ასეთი იასამნისფერი შუქი არის ფონურად, რომელიც ძალიან მომწონს მეპირადად. კარგი, ესე იგი, ეს სამი პოზიცია გვექნება, ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია ვიდეო დააპაუზოს და კონცენტრირდეს და აირჩიოს მინერალი, ან აირჩიოს ციფრი 1-დან დაწყებული 3-ის ჩათვლით. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, კიდევ ერთხელ დააპაუზეთ, ვისაც არა, დავიწყოთ. დავიწყეთ პირველი პოზიციით. პირველ პოზიციას ვთხოვ, რომ კონცენტრირდეს იმ პიროვნებაზე, ვიზეც უნდა ამ გაშლის მოსმენა, ხო? იმ პიროვნებაზე კონცენტრირდით, ვიზეც გინდათ ამ გაშლის ნახვა. და ვნახოთ სიგნიფიკაცია პირველ რიგში. პირველ რიგში სიგნიფიკაცია. ჯერ ვნახავ, რომელი დასტა გამოვიდა, ეს თუ ოკეი. ეს გამოვიკლენოთ. სიგნიფიკაცია. პირველი პოზიციის ჩაფიქრებული ადამიანის სიგნიფიკაცია. პირველი პოზიცია ვინც? რაღაცა ყოფილი ხო? კარგი. პირველი პოზიციის ჩაფიქრებული მიერ სიგნიფიკაცია. პირველი პოზიციის ჩაფიქრებული პიროვნება. მისი სიგნიფიკაცია გვაჩვენეთ იმ ადამიანის, ვინც ჩაიფიქრა პირველმა პოზიციამ, მის სიგნიფიკაცია გვაჩვენეთ. ცოტა ხო შევიწიო. სიგნიფიკაცია. ხო, მერე დავიწყოთ. სინამდვილეში. აი ამ ადამიანისგან ამ ადამიანის თვალებით დანახული თქვენ რას წარმოადგენთ მის ცხოვრებაში. აი ამ ადამიანის თვალებით, თვითონ მისი თვალებით, ხო? რას წარმოადგენთ მისთვის? მისი ფიქრები და მისი ნამდვილი გრძნობები. მისი ფიქრები, გრძნობები და ბოლოში დავიტოვოთ ზუსტად ეს. სინამდვილეში ვინ არის პირველი პოზიცია ამ ადამიანისთვის? სინამდვილეში ქალღმერთი, მეგობარი თუ უბრალოდ გეგმები, ხო, ასე რომ ვთქვათ. აქ არ ჩანს კამერაში, მაგრამ რამენაირად მერე გამოვაჩერ. ჯერ იყოს ასე. ვნახოთ თვითონ იმ ადამიანის სიგნიფიკაცია, ვინც ჩაიფიქრა აქ პირველმა პოზიციამ. თვითონ ამ ადამიანის სიგნიფიკაცია, დაკიდებული ადამიანი. ვიღაცა დაკიდებული ადამიანი ყავს აქ სტუმრად. ვნახოთ ახლა რა კონტექსტით არის დაკიდებული. აქ დაკიდებული ადამიანი პლუსში ყავს თუ მინუსში? პლუსში, მინუსში. ბოდიშით მეგობრებო, მომიწია დაპაუზება. ხო, ესე იგი დაკიდებული ადამიანი აქ პლუსშიც არის და მინუსშიც, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვიტყოდი აქ უფრო სიგნიფიკაცია ადამიანი, რომელიც რაღაც მომენტში შესაძლოა იყოს მოწყვეტილი რეალობას, ხო? ბევრს ფიქრობ და ეს ადამიანს არ აქვს სიმყარე, ხო? არ აქვს სიმყარე, შესაძლოა ეს სიმყარის არქონა გამოიხატებოდეს მის აზრებში, მის ხასიათში, ან ცხოვრების წესში, ან ურთიერთობებს როგორც აგებს ამაში, ხო? ვისთვის რა და როგორ, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე აქ ჰაერისტიკია არის და ჰაერისტიკიაში რა ასტროლოგიური ნიშნებიც არის, ეს ნებისმიერი შესაძლოა იყოს აქ. ესეც ინფორმაციის კუთხით, ხო? ანუ ესე იგი სიგნიფიკაცია პიროვნების ასეთი, ხო? ანუ რეალობას როგორ რაღაცა იცი, ვერ ვიტყვი თქვათ, რომ რეალობას მოწყვეტილია აქ, იმიტომ რომ ახლა რაც კითხე თქვათ, ეგრეც არ არის, მაგრამ ბევრს ფიქრობს, აი ძალიან ბევრი ფიქრი და მომენტში იმაზე ფიქრი, რაც შესაძლოა რეალობას არც კი შეესაბამებოდეს და რეალობაში ამას შესაძლოა არც კი ჰქონდეს ადგილი, მაგრამ
ძალიან ბევრი ჰაერის ელემენტი აქვს ამ ადამიანს. შესაძლოა მთავარი ნიშანი ჰქონდეს უბრალოდ ამ ჰაერის სტიქიის ან ასტროლოგიურ რუკაში კიდე რაღაც სხვა ასპექტები იყოს იქ ჰაერის სტიქიის, ხო? მაგრამ ესე იგი აქ სიგნიფიკაციაში ყვავს ადამიანი, ძალიან ბევრს ფიქრობს, ხო? ძალიან ბევრს ფიქრობს, ემოციები არ იგრძნობა აქ, ანუ ადამიანი არ არის აქ დიდად ემოციური ან სენსიტიური, უფრო მეტად არის ფიქრი. ხო? უფრო მეტად ფიქრი. და აი ეს ფიქრის პროცესი, რომ ასე თუ ასე, ეს ჯობია თუ ის ჯობია, შესაძლოა დროც ჭირდებოდეს ამ პროცესში, ხო? უფრო აი ეს მონაცემები აქ სიგნიფიკაციაში. თუ რეზონირდა იმ ადამიანთან ეს ინფორმაცია, ვისიც ჩაიფიქრეთ, ხო? უსმენთ. თუ არ რეზონირდა, სხვა პოზიცია აირჩიეთ. კარგი, მისი დანახული თვალებით, ხო? აი პირველი პოზიცია ამ ადამიანის დანახული თვალებით. ვინ ხართ? მე ვიტყოდი ერთ დროს თქვენ მისთვის იყავით ისეთი მთავარი ადამიანი მის ცხოვრებაში, ვინმეც ყველაფერი შეცვალა მის ცხოვრებაში. ერთ დროს მისთვის იყავით ადამიანი, რომელიც მის ცხოვრებას ასხივებდა, რომელიც ეხმარებოდა, მაგრამ აქ იგრძნობა ახლა უფრო იგრძნობა ესეთი კონტექსტი, რომ აი გავაგრძელე გზა ამ ადამიანის გარეშე ან თქვენთან ერთად, მაგრამ გაურკვევლობაში, ხო? აი ახლა უფრო მეტად აქ სიმძიმე იგრძნობა, მაგრამ ერთ დროს უფრო მეტად ასხივებდით მის ცხოვრებაში, მისი თვალებით დანახული თქვენ იყავით უფრო მეტად ისეთი, ანუ თქვენ მისთვის ადრე იყავით უფრო მეტად მნიშვნელოვანი პიროვნება, ხო? უფრო მეტად ისეთი, აი როგორ თქვა, ხალისის მომტანი, პოზიტივის მომტანი, შუქი, მისი ცხოვრების შუქი, ხო, რომელიც ეხმარებოდა. რაღაც ასეთ პოზიციაში იყავით მისთვის. მაგრამ უფრო იყავით, ხო, უფრო აი ეს გქონდა. კარგი, ახლა რა პოზიციას გაძლევთ ეს ადამიანი მის ცხოვრებაში? ახლა მისი დანახულით თვალებით თქვენ მიხართ მისთვის. ახლა მიხართ. 6-იანიც იყო ამასული. ახლა უბრალოდ მე ვიტყოდი, ახლა აი რაც გადახთა თავს, რაც უკვე გაიარა, რაღაც გამოცდილება ხართ უფრო მეტად. აქ უფრო ახლა გამოცდილება. გამოცდილება, რომელმაც ბევრი რაღაც შეუტრიალა, შესხვალა მის ცხოვრებაში. ახლა უფრო მეტად ისეთი გამოცდილება, რომელმაც ბევრი რამ დამანახა, რაღაცეები შემაცვლევინა და გავაგრძელე ცხოვრება. ხო, ახლა აი უფრო მეტად ახლა აი რაღაც ამ კონტექსტში ხართ მისთვის. კარგი, მისი ფიქრები თქვენს მიმართ. ფიქრები. აქ პირიქით ესეთი. არა, ვერ ვიტყვი, რომ აქ არის ფიქრები. აქ უფრო როგორი სიტუაცია არის, იცით? ადამიანი ცხოვრობს თავის ცხოვრებას რა. რაღაც თავის საქმეებშია, თავის იდეებშია, თავის გეგმებშია. ვერ ვიტყვი, რომ აქ ადამიანი უთმობს დროს იმაზე, ფიქრს თუ აი რას შვება ნეტა ახლა, რას გრძნობს ჩემს მიმართ და რაღაც ასეთები, ხო? არა, არამედ ადამიანი უფრო აგრძელებს მის ცხოვრებას. არა, მის ცხოვრებასაც ვერ აგრძელებს. აბა, ცდილობს არ იფიქროს, ხო? ცდილობს არ იფიქროს. ცდილობს არ იფიქროს, მაქსიმალურად ცდილობს არ იფიქროს და გადართოს ყურადღება, ხო? გადართოს ყურადღება გარემო ფაქტორებზე, ხო? შესაძლოა გადაერთოს, იმიტომ რომ აი ვიღაცას შეხვდები, წავალნახავ, დავემაპარაკები, გავერთობი. ან უბრალოდ მოდი რაღაცას გავაკეთებ სახალისოს, ხო? აი ადამიანი ცდილობს, რომ გადაერთოს, მაქსიმალურად გადაერთოს, თქვენზე არ იფიქროს. რატო უნდა რომ არ იფიქროს? ასე აირჩია თუ იმიტომ რომ აქ მაინც იგრძნობა გრძნობები თქვენს მიმართ, იმიტომ რომ აქ არის მაინც ესეთი გრძნობები, რაც აბრუნებს მას იმ მდგომარეობაში, რომ სინამდვილეში მას აქვს გრძნობები და განცდები პირველ პოზიციის მიმართ. და თვითონ ირჩევს, რომ არ ქონდეს, ხო? ნუ ბუნებრივია აქ კონტექსტი ყველა სხვადასხვა შესაძლოა ქონდეს თუ რატო ხდება ასე, მაგრამ თვითონ ცდილობს, რომ რაღაც ასე მოიქცეს. კარგი. მისი გრძნობები ახლა. ნუ აქ აბსოლუტურად ცდილობს, რომ შეგხედოთ, რომ აი, ჩემი ყოფილია, всё. ესე იგი, ცდილობ, რომ შეხედო პირველ პოზიციას, რომ всё, აღარ არის ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ძალიან გულნადგენია თქვენზე აქ. სინამდვილეში, ხო, შესაძლოა ადამიანი ტრანსლირებდეს იმას, რომ всё, მე საერთოდ აღარ ფიქრობ შენზე, შენ ჩემი ყოფილი ხარ, არა მაქვს ემოციები, ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ
ჯერ კიდევ ტკივა გული, ჯერ კიდევ გრძნობებია, ჯერ კიდევ არ არის მოშუშებული რაღაც მასში, რაც სინამდვილეში დიდი არის თქვენს მიმართ. ხო, ეს არ არის რაღაც, აი, უბრალოდ შავი არის დავივიწყე. არა, აქ არის ღრმა გრძნობები, რაც ჯერ კიდევ ადამიანს არ აქვს, როგორ თქვა, მოშუშებული, ხო? ну, კარგი. ესე იგი, როგორც აქ რო შევაჯამო, შენ ცდილობ, რომ გააგრძელო შენი ცხოვრება და არ იფიქრო პირველ პოზიციაზე. კი ბატონო, აი ზუსტად ასე, რომ აიყვანოს კონტროლი თავის გრძნობებზე თქვენს მიმართ, აზრებზე თქვენს მიმართ, აიყვანოს კონტროლი ამ ყველაფერზე და იმ მიმართულებით წაიღოს და წაიყვანოს თავის ცხოვრება, სადაც მას უნდა და არ იფიქროს თქვენზე. იმიტომ რომ ფიქრები თქვენზე ანიჭებს ტკივილს და კიდევ ერთხელ ახსენებს იმ ზუსტად სიმწარეს ტკივილს, რაც გადახდა თავს. აქ შესაძლოა იმიტომ, რომ არ გამოუვიდა ისე როგორც უნდოდა, ან თავის, აი როგორ თქვა, სარკისებრივი მომენტი მოხდა და ამ სიტუაციამ, რაც თქვენთან დაემართა, აჩვენა სინამდვილეში რისი თავი აქვს, ხო და ამის გახსენებაც არ სიამოვნებს. ესეც, ну, უამრავი რაღაც შეიძლება იყოს აქ, მაგრამ თავარი ასპექტი არის, რომ ადამიანი ცდილობს, რომ აღარ იფიქროს თქვენზე, იმიტომ რომ თქვენ მისთვის ძალიან მტკივნეული თემა ხართ და აი გიყურებთ, რომ всё, ჩემი ყოფილი ან წარსული ან რაღაც ასეთი, მაგრამ სინამდვილეში ამის უკან იმალება გრძნობები. აი ეს მოცემულობა არის აქ. კარგი. ეს დავტოვოთ, იმიტომ რომ ისინი აი ეს იყო აქ, ხო? ეს ასე. კარგი, აი ნახოთ სინამდვილეში ახლა, აი ვინ ხართ თქვენ მისთვის, ხო? მისი თვალით თქვენ სინამდვილეში ვინ ხართ მისთვის? ქალღმერთი, მეგობარი თუ გეგმა B? ქალღმერთი, მეგობარი. გეგმები ნახდათ არა. აქ არა ხართ თქვენ გეგმა პლანი B და მეორე ხარისხოვანი არა ხართ ნახდათ. აქ ხართ ქალღმერთი ხართ მისთვის იმ გაგებით, რომ თქვენ მისთვის ხართ რაღაც ახალი, ხო? აი რაღაცა ახალი, აქამდე უნახავი ვიღაცა და რაღაცა, რამაც მისი ცხოვრება შეცვალა, რაც უკვე ვნახეთ აქ, ხო, მისი ცხოვრება შეცვალა, მისი შეხედულება შეცვალა, შესაძლოა თვითონ ეს ადამიანიც კი რაღაცნაირად შეცვალეთ თქვენ. აქამდე მაგალითად იყო ინფანტილური და თქვენთან ერთად რაღაც უფრო გაიზარდა პიროვნულად, მაგალითად. ასევე მეგობარი ძალიან განსაკუთრებით, მაგრამ აქ უფრო როგორ რაღაცა ისე ქალღმერთი მეგობარია გამოდის. მეგობარი, რომელიც უნათებდა მას გზას, აი სიბნელეში, ხო? მისი შუქი, მისი ნათება, რომელსაც ვერ მიწვდა, ვერ დაიპყრო, მაგრამ რომელიც სულ იქნება წამყვან ადგილას მის ცხოვრებაში და რომელსაც ასევე შენატრის. ნახოთ, როგორ ქალად გიყურებთ, ხო? ეს პიროვნება. თქვენს მიერ შეკეთებული პიროვნება. როგორ ქალად უყურებ ახლა შენ პირველ პოზიციას? აი როგორ ქალად უყურებ ახლა შენ პირველ პოზიციას? მე ვიტყოდი აქ ისეთ ქალად, რომელმაც აი საერთოდ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია შემოიტანა მის ცხოვრებაში, მაგრამ ძალიან ბევრი ტკივილი ტკენა სევდაც მოუტანა. ქალი, რომელმაც რაღაცნაირად დაანახა, როგორ გამოვიდეს მისი კომფორტული ზონიდან, როგორ გადალახოს მისი შიშები, მაგრამ ამავე დროულად ეს მისი კომპლექსები და შიშები გაუღვივა. მე ვიტყოდი თქვენ გიყურებთ როგორც აი მის ტრანსფორმატორი ხართ მის ცხოვრებაში. ქალი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, ან ადამიანი, რომელმაც საერთოდ შეცვალა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში და თუ აქამდე მე მქონდა წარმოდგენა, რომ აი მე რაღაცას წარმოვადგინდა რაღაცა და რაღაცა, ამ ქალმა საერთოდ თავ დაყირა და აყენა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. ეს მოცემულობა აქ პირველ პოზიციას, ასე რომ თუ რეზონირდა და ეთანხმებით ამ ინფორმაციას, გთხოვთ დალაიქოთ ეს გაშლა. ასევე, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ დაინტერესებულ პირებს ველოდები ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. ცოტა დატორმუზებულად ვლაპარაკობ, არ ვიცი რატო ასე რომ. ხო. მადლობა კიდევ ერთხელ პირველ პოზიციას და გადავიდეთ მეორე პოზიციასთან. მივესალმები მეორე პოზიციას. მივესალმები მეორე პოზიციას. და ნახოთ ვინ ხარ შენ მისთვის, ხო? მისი თვალებით დანახული შენ, მისთვის ვინ ხარ? ნახოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ამისათვის გთხოვ, რომ კონკრეტულად ფოკუსირდე იმ ადამიანზე, იმ პიროვნებაზე, ვიზეც გინდა ამ გაშლის მოსმენა. თუ ვინ ხარ შენ მისთვის? ფოკუსირდი ამ პიროვნებაზე.
მეორე პოზიციის მიერ ჩაფიქრებული ადამიანის სიგნიფიკაცია ზოგადად. მეორე პოზიციის ჩაფიქრებული ადამიანის სიგნიფიკაცია. რას ფიქრობს ეს ადამიანი შენზე? მისი ნამდვილი გრძნობები შენს მიმართ? ვინ ხარ შენ მისთვის? მისი გადმოსახედიდან ვინ ხარ შენ მისთვის? და სინამდვილეში შენ ხარ მისთვის ხალხმერთი, მეგობარი თუ რაღაც მეორე ხარისხოვანი გეგმა. მეორე ხარისხოვანი, ხო? ისე ჟღერს ცოტა, მაგრამ ნუ რა ვქნათ. პირდაპირ ასე არის. კარგი, დავიწყოთ. მეორე პოზიციის მიერ ჩაფიქრებული ადამიანის სიგნიფიკაცია. ხმლების მეფე. ხმლების მეფე. ეფექტური სიგნიფიკაცია. ოკეი, ეს სიგნიფიკაცია ასეთი ინტელექტუალური კი, სტრატეგი. აქ ყავს სტუმრად სტრატეგი, რომელმაც იცის რასურს, იცის როგორ, რანაირად იცის სისხლიანი. აი ცივი გონება, სისხლიანი რაღაც მომენტში, რაღაც ესეთი კი, აი ემოციები აქ ძალიან რთული არის ამ ადამიანისთვის. აი მუშაობს ტვინი, მუშაობს გონება, მუშაობს ანალიტიკა, მუშაობს სტრატეგია. ანუ როგორ რაღაცა იცი, რასაც ხედავ, იმის მჯერა, აი რაღაცა ასეთი ტიპაჟი ყავს აქ. რასაც ხედავს, იმის სჯერა, იცის რასურს, იცის როგორ მიაღწიოს ამას, ეგოისტური არის მომენტებში, კი, შესაძლოა იყოს აქ ესეთი ჭარბი ეგოიზმი, საკუთარ გეგმებზე ფიქრი ჯერ, აი რაც აქ დასახული მიზნად იმის რეალიზება, იმაზე მიღწევა და სიცივე. აი ეს სიცივე არის წამყვანი. აი ეს არის ისეთი წამყვანი მისთვის. კარგი, პრინციპში, თუ დაემთხვა ეს სიგნიფიკაცია უსმენთ, თუ არ დაემთხვა, ესე იგი თქვენი პოზიცია არ არის. დავიწყოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი მეორე პოზიციაზე? რას ფიქრობს? რას ფიქრობს? რა არის ეს? ფიქრობს, რომ მისთვის ფიქრობს, რომ ნუ всё, მეორე პოზიციასთან რაღაც აღარ მიესვლება. ფიქრობს, რომ აღარ მიესვლება მეორე, ხო? ფიქრობს, რომ აღარ მიესვლება, თუმცა სინამდვილეში ნუ ვერ ვიტყვი აქ, რომ უნდა თუ არა თქვენთან რაღაც გაგრძელება კომუნიკაციის ანუ როგორ რაღაცა იცი, ფიქრობს, რომ всё, თქვენ შორის აღარ არის მშვიდობა, ასე რომ ვთქვათ, არ არის კომუნიკაცია და მეორე პოზიციასთან კომუნიკაციის სურვილმა ანუ გაუფასურებას ცდილობს, გაუფასურებას ცდილობს მისი ემოციების, მისი დამოკიდებულების, შეხედულებების თქვენს მიმართ. ანუ ასე რომ ვთქვათ, რას ფიქრობს მეორე პოზიციის მიმართ, რას ფიქრობს და ნუ всё, ეს მისთვის აღარ არის აქტუალური ეს თემა, მეორე პოზიციასთან დაკავშირებით საერთოდ აღარ წარმოადგენს აქტუალურობას. საერთოდ რა შემჭირდება მე ეს? ესე იგი, ფიქრობ იმას, რომ ნუ всё, რა შემჭირდება მეორე პოზიცია, ხო? გავაგრძელებ, კი, გავაგრძელებ ჩემ გზას, კი ბატონო. ოკეი, გასაგებია. ფიქრობ ასე, კარგი. მისი ნამდვილი გრძნობები. აქ ბევრი გრძნობა არის. აქ ეგრევე ვიტყვი, რომ ბევრი გრძნობა, ანუ თვალის მიხედვით. შენი ნამდვილი გრძნობები მეორე პოზიციის მიმართ, აბა მეჩვენე. ძალიან სიღრმისეული გრძნობები. მე ვიტყვი აქ როგორი გრძნობები არის, იცი? აი ცივი და ცხელი, აი ორივე არის. მისი დულობა, ლტოლვა, სურვილი რო იკონტაქტოს თქვენთან და ამავე დროულად ეს ყველაფერი არის ღრმა მენტალური კავშირი მეორე პოზიციასთან. ანუ ღრმა კავშირი არის აქ. აქ არ არის ხორციელი მხოლოდ, აქ არის ღრმა ბუნდოვანი კავშირი თქვენს მიმართ, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე ეს გრძნობები და ემოციები გაციებულია, ხო? ახლა იგრძნობა სიცივე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გრძნობები არ არის. აქ არის გრძნობები და ემოციები, მაგრამ გაყინული, გაციებული, მაგრამ ღრმად რო ჩახვიდე, ძალიან სიღრმისეული პროცესები აქვს თქვენს მიმართ, ძალიან ბევრი ემოცია, რაც ქმნის, აი, როგორ თქვა, ბუნდოვანებას, იმდენნაირია, მაგრამ უფრო მეტად რაღაც ესეთი სულიერი, ღრმა ემოციები მეორე პოზიციის მიმართ, აი ასეც ვიტყოდი, ხო? კარგი, ამას აღარ ჩავუღრმავდებით აქ. ვინ ხართ მისთვის, ხო? ვინ ხართ მისთვის? აი, ამ მამაკაცისთვის ვინ ხართ თვითონ მისი თვალებით? ხართ თქვენ მისთვის. ვაუ, მე ვიტყოდი თქვენ ხართ მისთვის ძალიან ესეთი
ადამიანი, რომელმაც მასწავლა სიყვარული. ადამიანმა, რომელმაც გახსნა სამყარო ჩემს თვალწინ. ადამიანმა, რომელიც მაჩვენა გრძნობები, ემოციები. აქ შესაძლოა ისიც კი ყოფილიყო, რომ ეს ადამიანი იმასაც კი შესაძლოა ამბობდეს, რომ აი შენ დამანახე ჩემი რაღაც ნაწილი. მე შენ მასწავლე საკუთარი თავის მიღება სიყვარულის. შენ რაღაცებს გადამარჩინე, ხო? შენ დამეხმარე, რომ გამეკეთებინა რაღაც არჩევანი. შენ რაღაც დამანახე, შენ მასწავლე სიყვარული, მიმღებლობა. აი ყველაფერი ეს. ხო, აი აქ რეალურად, ესე იგი, ეს შენ ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებად უყურებ მეორე პოზიციას. კი, ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებად, რომელმაც შემოიტანა მის ცხოვრებაში სილამაზე. სტაბილურობა, ძალიან მოსწონხართ, ხო, როგორც ვიზუალურადაც ძალიან მოსწონხართ ამ ადამიანს. ოკეი, კარგი. ახლა გამიჩნდა ასეთი კითხვა. მე სინამდვილეში ვინ მეორე პოზიცია ამ ადამიანისთვის, ხო? სინამდვილეში ვინ არის? ტრანსფორმატორი, რომელმაც აი რაღაცეები დაუსრულა, აქ შესაძლოა იყოს რაღაც პროგრამები გააღვიძეთ ამ ადამიანში, რაც იყო მისთვის დესტრუქციული, არც ისე კარგი და ხელახლა აღადგინეთ ეს ადამიანი, როგორც ადამიანი, ხო, რაღაც დაატრანსფორმაციეთ და რაღაცები ასწავლეთ. რაღაცებზე უთხარით, რომ არა, ეს ასე არ არის და აი ეს ასე, მაგრამ ეს როგორ თქვა, მასწავლებლური ტონით კი არ მომხდარა, არამედ თვითონ ეს პროცესები ისე მოხდა და წარიმართა, რომ ისწავლა ან დაანახეთ ამ ადამიანს, ხო? აქ იგრძნობა ასევე გვერდით დგომაც. თქვენ მის გვერდით დგომაშიც, როგორ თქვა, მთავარი როლი მიგიწვით, ხო, ასეც. ანუ აქ არ არის მხოლოდ რაღაც რომანტიკული ისტორია. აქ არის ესეთი ისტორია, სადაც თქვენ ძლიერად ძალიან ძლიერად გამოაფხიზლეთ ეს ადამიანი, განავითარეთ და ამ ადამიანმაც თავის მხრივ საერთოდ დაგატრანსფორმაციათ. ანუ უბრალოდ დაგატრანსფორმირებული და დამიბლოკაინა და ტრანსფორმაცია შემოიტანა თქვენ ცხოვრებაში, ხო? მოკლედ ვიტყვი, რომ არ ვიბლოკურდით ხანს, ხო? აი ეს თვითონაც თავის მხრივ მეორე პოზიციის ცხოვრებაში საერთოდ ყველაფერი შეცვალა. ეს საერთოდ შეკიცვალა ცხოვრება. ძალიან მნიშვნელოვანი კონექტი არის ეს. ამ ორ ადამიანის შორის, ხო? ვისთვის იყო, ვისთვის არის, გაჩნია ხა თქვენ ახლა რა კონტექსტში ხართ ამ ადამიანთან და როგორ. კარგი, ნახოთ, სინამდვილეში აი ვინ ხართ მისთვის, ხო? ქალღმერთი მეგობარი თუ გეგმა B. B-პლანი, ასე ვთქვით. ქალღმერთი მეგობარი. რა არის ეს? ქალღმერთი, რომელმაც გული ატკინა? ქალღმერთი, რომელმაც მას ატკინა გული. მეგობარი ხართ მისთვის თუ არა? კიც, ანუ უფრო რომანტიულ კუთხითაც და მეგობრულ კუთხითაც. ვერ ვიტყვი, რომ აქ რაღაც მეორე ხარისხოვან როლზე გიყურებთ და პლან B-სავით გიყურებთ, აქ არ არის ეს. აქ არის უფრო ის, რომ თქვენ ხართ მისთვის მეგობარი, ანუ მეგობარის სტატუსშიც გიყურებთ, მაგრამ მხოლოდ მეგობარი არ არის აქ. მე ვიტყოდი აქ საერთოდ შენ ფიქრობ, რომ ეს მეორე პოზიცია ყველაფერია შენთვის. კი, ყველაფერი არის, ცოტა ყველაფერი არის მისთვის, მაგრამ თავარი ვინ არის შენთვის თავარი მეორე პოზიცია, ვინ არის უფრო როგორც რომანტიკულ კონტექსტში არის, მეგობრულ კონტექსტში არის, თუ ყველა ერთად, თუ უკვე აღარც ერთი. არა, ყველა ერთად, ანუ აქ არ არის ერთი რომელიმე, ყველა ხართ მისთვის, ყველაფერი ხართ მისთვის. ანუ ყველაფერია შენთვის მეორე პოზიცია, ასე უყურებ. ცოტა ყველაფერი, კი. ანუ მე ვიტყოდი, აქ არ გაგვცა ამ პიროვნებამ კონკრეტული პასუხი, რადგანაც ყველაფერი ხართ მისთვის ცოტა. რაღაც არასტანდარტულად, არაკლასიკურად გიყურებთ. ასე ვიტყოდი. ოკეი, მაქვს სურვილი რომ ვიკითხო. ახლა მე ეს. რას ეტყოდი ახლა მეორე პოზიციას? აი, რას ეტყოდი ახლა მეორე პოზიციას? რომ უნდა თქვენს მიმართ რომ გამოჩნდეს, რომ აი შეიცვალოს ის მდგომარეობა, თუ თქვენ შორის მეორე პოზიციას და ამ ადამიანის შორის ახლა არის, დასრულებული სიტუაცია, ან პაუზა, ან სიცივე, რაღაცა, გეტყოდათ იმას, რომ აი მე მინდა რომ ეს დავხუროთ.
მე მინდა რომ რაღაც დავხუროთ და ხელახლა სხვანაირად განვავითაროთ რაღაც ჩვენ შორის. უნდა რომ გამოჩნდეს ახალი ძალებით, ახალი მიმართულებით თქვენს მიმართ. აი ამას გეტყოდათ. ეს არის ინფორმაცია მეორე პოზიციისთვის. თუ რეზონირდა და ეთანხმებით, აუცილებლად დალაიქეთ ეს გაშლა და ისედაც დალაიქეთ ეს გაშლა, იმიტომ რომ ჩავდა ენერგია და დრო თქვენთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი ხელი, აუცილებლად გამოიწერეთ და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. მადლობა კიდევ ერთხელ და ჩვენ კი გადავიდეთ მესამე პოზიციასთან. მივესალმები მესამე პოზიციას. დავიწყოთ. მესამე პოზიციას ვთხოვ, რომ კონცენტრირდეთ იმ პიროვნებაზე, ვისაც გინდათ ამ გაშლის მოსმენა, ფოკუსირდეთ მასზე, კონცენტრირდეთ მასზე. დავიწყოთ. იმ პიროვნების სიგნიფიკაცია ზოგადად ვინც ჩაიფიქრა მესამე პოზიცია. იმ პიროვნების სიგნიფიკაცია ზოგადად ვინც ჩაიფიქრა მესამე პოზიცია. რას ფიქრობს ეს პიროვნება მესამე პოზიციის მიმართ სინამდვილეში? რას გრძნობს მესამე პოზიციის მიმართ სინამდვილეში? ვინ ხართ მისთვის, აი მისი დანახული თვალებით, ვინ ხართ თქვენ მისთვის და მის ცხოვრებაში და ვინ მიაჩნიხართ მისთვის ქალღმერთი, მეგობარი თუ გიყვარბე. დავიწყოთ. სიგნიფიკაცია. ათიანი პენტაკლი. სიგნიფიკაცია მესამე პოზიცია მის ჩაიფიქრა. ეს სიგნიფიკაცია ასეთ სტაბილურ ენერგიებში ხარ, რაღაც მესამე პოზიციის ასე ახლო ადამიანი ხარ, თუ პირიქით, თუ ასეთი ხარ, თუ არა. არა, ზოგადად მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ოჯახი, ხო, შესაძლოა ამ ადამიანს კონდეს აი ესეთი ფასეულობები, ოჯახი და მისთვის მნიშვნელოვანი იყოს ოჯახი, სტაბილურობა, კომფორტული ცხოვრება, კარგი ცხოვრება, ბიზნესი, მატერიალური სამყარო, ხო, ეს ყველაფერი. ანუ ბიზნესი, მატერიალური სამყარო, კომფორტი ეს მნიშვნელოვანია. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. და ასევე მიწის სტიქიად შესაძლოა იყოს ეს ადამიანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პენტაკლი ამოდის აქ. ან ზოგადად მის ხასიათს იჭდეს ის მიწიერი სტრუქტურა, რომ აი სტაბილური და რაღაც ასეთი, ხო? ან უბრალოდ მინდოდეს კარგი ცხოვრება, ლამაზი რაღაცები ჩემს ირგვლივ, ხო? აი ეს სიგნიფიკაცია გვაქვს. აქ კარგი, თუ რეზონირდა, მიყვებით, თუ არა, სხვა პოზიციას უსმენთ. მიყვეთ ახლა, რას ფიქრობს? რას ფიქრობ მესამე პოზიციის მიმართ? რო აი მესამე პოზიცია რო აი ასეთია, ჩემს ცხოვრებაში ამდენი რამე შეცვალა, თუ პირიქით არც მინდა მისი გახსნა. აქ, აშკარად რასაც ფიქრობს, აქ ფიქრობს მასშტაბურად, რომ აი მესამე პოზიციამ საერთოდ ჩემი ცხოვრება თავდაყრა დააყენა, რაღაც გამოცოცხლა, ამაყენა, ყველაფერი საერთოდ შეცვალა, მაგრამ ეს პოზიტიური გაგებით, პოზიტიური მხრივ თუ უფრო ნეგატიურად, პოზიტიურად არის აქ რომ დიდი ლტოლვა, ბევრი ემოცია თქვენს მიმართ, აი ბევრი ლტოლვა, ბევრი ემოცია ძალიან. რას ფიქრობ კიდე მესამე პოზიციის მიმართ? ძალიან ძლიერი, ანუ აქ ვნება გაქვს ძლიერი. იწვის. ასე რომ ვთქვათ, ხო, იწვის ეს ადამიანი მესამე პოზიციის მიმართ. ძალიან დიდი ლტოლვა, რომელიც შესაძლოა იყოს იმ დონემდე, რომ აი ბრასშიც კი გადადიოდეს მესამე პოზიციის მიმართ. აი რაღაც ძალიან ძლიერი ლტოლვა აქვს მესამე პოზიციის მიმართ. კიდე რას ფიქრობ მესამე პოზიციის მიმართ? გინდა რომ შანსი მოგცეს მესამე პოზიციამ, თუ რომ მესამე პოზიცია შანსი. კი, უნდა რომ თქვენ მიცეთ შანსი, შესაძლებლობა და ასევე ისიც რომ თქვენ ხართ მისთვის შანსი. კარგი, რას გრძნობს სინამდვილეში მესამე პოზიციის? იგივე რაც გითხრა აქ ძლიერ ლტოლვა, ვნება ამას გრძნობ.
კი, შეყვარებულები, მიზიდულობა, ლტოლვა, ვნება, მოწონება, არ ვიცი რა ფაზაში ხართ ურთიერთობის, მაგრამ აქ რა ფაზაშიც არ უნდა იყოთ, ძლიერი ლტოლვა და მიზიდულობა აქ არის. ნუ მოწონება, თუ ახალი რაღაცა, ხო? მაგრამ ნუ არ ვიცი აქ რა ხდება. კარგი რა. გადავწიოთ რამდენაირად აქეთ. და აი მისი თვალებით აი ვინ ხართ? ეს არის პოზიცია ვინაა შენთვის? ჯერ ფიქრობს. აქ ჯერ არ აქვს ზუსტი პასუხი თუ ვინ ხართ თქვენ მისთვის, იმიტომ რომ აქ ფიქრობს ეს პიროვნება ბევრს თქვენზე. ფიქრობს ბევრს. აქ შესაძლოა რაღაც გეგმებიც ჰქონდეს მესამე პოზიციასთან დაკავშირებით. ბევრი ფიქრი, ბევრი გეგმა. გაქვს კონკრეტული პასუხი ვინაა შენთვის მესამე პოზიცია თუ ჯერ არ ხარ მას ჩამოყალიბებული? მე ვიტყოდი მაინც არა აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული აზრი, მაგრამ აშკარა რაც იცის, რომ აი მესამე პოზიცია მისთვის ვიღაცა ესეთია მასშტაბური, რომ ბევრ რამეს ცვლის მესამე პოზიცია მის ცხოვრებაში. რაღაცა ესეთია რა. მაგრამ კონკრეტულად ის, რომ აი ეს არის ჩემთვის მესამე პოზიცია, ამას ვერ ვგრძნობ აქ. მაგრამ ხო სხვანაირად გითხავ ახლა, აი შენი თვალებით, აი რა ადგილი, აი რა ადგილს ანიჭებ მესამე პოზიციას შენ ცხოვრებაში, ხო? რა ადგილს ამ ეტაპზე. რა ადგილს რომ აი ანიჭებდი? ახლა ანიჭებ თუ არა? აქ უფრო ვანიჭებდი ის თემა, რომ თავის დროზე უფრო იმ ადგილს რომ აი რაღაცა დამატოვებინა, რაღაცა გამაშვებინა, რაღაცა დამახურია, მაგრამ აქ იგრძნობა სევდა, ხო? აი თუ ამ ადამიანთან აღარა გაქვთ რაღაც ისეთი კომუნიკაცია, მაშინ სავსებითად გასაგებია ჩემთვის ეს. რატომაც არის ეს კარტები და ენერგიები აქ, იმიტომ რომ აქ იგრძნობა სევდა და აი რომ ამ ადამიანთან მე რაღაც გზა გავიარე, ისი გაშვებაც მე არ მინდოდა, ისი დაკარგვაც მე არ მინდოდა, მაგრამ მომიწია ამის დახურვა და შესაბამისად ახლა კონკრეტული ადგილი არ არის. მაგრამ თუ ეს ადამიანი ვინც არ ჩაიფიქრეთ, აი ამასთან არ გქონიათ ეს ისტორია, ხო? მაშინ რა ადგილს განიჭებთ და ნუ რომ რაღაცაში დაეხმარეთ, რომ რაღაცა დახუროს მის ცხოვრებაში. მაშინ ასე შემიძლია ვთქვა. კარგი, ვინ ხართ მისთვის სინამდვილეში, ხო? არა. ნუ კაი, ეს ვთქვათ და მე კიდე სხვა კითხვა. ვინ ხართ მისთვის სინამდვილეში? ქალღმერთი, მეგობარი თუ გეგმა? ქალღმერთის თემა აქ არის. ადამიანი ვის მიმართაც ძალიან ისეთი აი ადამიანი რომელიც მამთლიანებს, ადამიანი რომელიც მავსებს, აი ეს იგრძნობა აქ. ესე იგი მესამე პოზიცია შენთვის არის ადამიანი რომელიც გავსებს. გეხმარება. კი,ძლიერად მეხმარება, მავსებს. მომენტში აქ შესაძლოა იყოს რომ მეხმარება რომ არ ვიყო აი ცხრიან ხმლებში, რომ არ ვიყო სევდაში, ხო? აი არ ვიყო აი ასეთ განცდებში. თუ კიდევ ერთხელ აღარ აქვთ კომუნიკაცია, მაშინ ზუსტადაც ფიქრობს იმას, რომ აი მეხმარებოდა, ხო? გაჩნია ახლა აქ ვის როგორი ურთიერთობა გაქვთ ამ ადამიანთან, თქვენ მოარგეთ, ხო, ეს ინფორმაცია. კარგი. როგორ ქალად იყურებთ, ხო? როგორ ქალად უყურებთ შენ მესამე პოზიციას? ახლა ამ ეტაპზე როგორ ქალად უყურებთ მესამე პოზიციას? როგორ ქალად უყურებთ? ქალად რომელმაც მისი ბეტონი გაანგრია, თუ ქალად რომელმაც ასწავლა ბევრი რამ. ბევრი რამ ასწავლა. ქალი რომელმაც ბევრი რამ დამანახა, ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ ეს სწავლის პროცესი არ იყო მარტივი ჩემთვის, იმიტომ რომ აქ შესაძლოა რაღაც დამერღვა ჩემი პირადი სივრცე, ის სივრცე რაც მე ავაშენე იმისათვის, რომ არავინ არ შემოსულიყო ჩემს სივრცეში, მაგრამ აი ახლა მე მოვადუნე ამ ადამიანის გამო, რაღაც მომიწია ჩემი სიჯიუტის გამო პასუხის გება, ესეც შესაძლოა იყოს აქ. გაარღვია ჩემი ბეტონი, კი, და გაარღვია რაღაც დონით, ნუ გაარღვია ჩემი ბეტონის კედელს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ იმ დონემდე აქ რომ ვერავინ ვერ გაარღვევს ვერ მგონი, მაგრამ რაღაცნაირად ქალი რომელმაც ბევრი რამ მასწავლა, თუმცა აქ მასწავლა იმით რომ მისი ტკივნეული თემები წამოიჭრა. მისი შიშებმა გაიღვიძა, მისი ტკივნეული თემები წამოიჭრა, მაგალითად ის რომ ემოციების საკითხი ცოტა უჭირდეს შესაძლოა, ან კონდეს უნდობლობა ადამიანების მიმართ, ან უჭირდეს ემოციური გახსნა, ხო? რაშიც თქვენ დაეხმარეთ ან ეხმარებით.
კარგი, რას ეტყოდი აქ მესამე პოზიციას? რას ეტყოდი აქ მესამე პოზიციას? რო ძალიან ბევრს ოცნებობს თქვენთან დაკავშირებით. რო ძალიან ბევრს ოცნებობ მესამე პოზიციაზე ბევრს ოცნებობ თუ კი, ბევრს ოცნებობს თქვენზე აქ. ანუ მესამე პოზიციაზე ბევრს ფიქრობ. კი, ბევრს ფიქრობს თქვენზე. და ბევრს ფიქრობს თქვენზე და აქ თუ ამ ადამიანთან არ აქვს კომუნიკაცია, აქ აქვს აზრად ამ ადამიანს, რომ რაღაცნაირად გამოჩნდეს თქვენს მიმართულებით. მაგრამ ზოგადად ბევრს ფიქრობს და ოცნებობს იმაზე თუ როგორ კარგ დროს ატარებით მაგალითად, ხო? რაღაც ესეც არის აქ. ასეთი ინფორმაცია აქვს მესამე პოზიციისთვის. აუცილებლად დალაიქეთ ეს გაშლა, ისეთ მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ვისაც არ გამოუწერიათ, არხი უფრო სწორად და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. ეს იყო ისეთი მთლიანი ინფორმაცია ზოგადი საჯარო გაშლისთვის, რაც საკმარისია ვფიქრობ, ვისაც დაინტერესა ამ თემა, იმათთვის, ხოლო ვისაც ექნება სურვილი რომ უფრო რაღაც ღრმად, სიღრმისეულად განიხილოთ თქვენი სიტუაცია, მდგომარეობა, რომელიმე სფეროსთან დაკავშირებით, ან კონკრეტულ ადამიანთან, ან რამოდენიმე სფერო, ხო? გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე ინფორმაცია ჩემთან როგორ დაკონტაქტდეთ, მოცემულია ამ ვიდეოს ქვემოთ. მადლობა ყველას და წარმატებებს გისურვებთ.